პროევროპულ აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. სანქცირებულმა მოსამართლე ჯვებენ ნაჭყებიან პოლიციელზე თავდასხმის მუხლი გადააკვალიფიცირა. ისევ როგორც მზია ამაღლობელის საქმეში მოსამართლეს შეეძლო სასჯელის ზომად ჯარიმა ან შინა პატიმრობაც გამოეყენებინა. გიგაური პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს. საქმის მასალებში დევს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელის სახეში ანატოლი გიგაურს პირველად. გიგაურმა წინას ხდომაზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის 3 ეპიზოდს ისაუბრა. დატოვებს თუ არა სააპელაციო სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით ციხეში. მოსამართლე და კოლეგია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე განაჩენს რამდენიმე წუთში გამოაცხადებს. საქმე ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება. ბაჩიაშვილის თქმით, ეს ივანიშვილის მხრიდან მასზე პოლიტიკური შურისძიებაა. უკრაინამ გასულ ღამეს სუმის ოლქში 2 ოკუპირებული სოფელი გაათავისუფლა. გენშტაბი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ყველა ღონეს ხმარობენ რუსი დამპყრობლების გეგმის ჩაშლისთვის და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამოწურვისთვის. პენსილვანიის შტატში ფოლადის ქარხნის აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა. 1 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მას მაშველები ნანგრევებში ეძებენ. აფეთქების შედეგად დაშავდა 10-მდე ადამიანი.